საქართველოს ოპოზიციას ზეიმი აქვს და უხარია და თავი მოაქვს იმით, რომ თურმე ბრიტანეთი ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას და ბრიტანეთი თიც გვიქნევს იქიდან და სანქციებით ემუქრება ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას. ეს ის ბრიტანეთია, ჩემო მეგობრებო და ძმებო, რომელმა ბრიტანეთმაც თავის დროზე აიძულა ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლება, რომ დადებულ ზავზე ეთქვა უარი, გადაახევინეს სამშვიდობო ხელშეკრულება და შესთავაზეს ეომად უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს ის ბრიტანეთია, რომელმა ბრიტანეთმაც ომის გარდა სხვა არჩევანი და სხვა გზა არ დაუტოვა უკრაინას და ზელენსკის მიაღებინა ისეთი განკარგულება და ბრძანება, რომელიც კრძალავდა რუსეთის სახელმწიფოსთან რამე სახის მოლაპარაკებას ან რამე სახის ხელშეკრულების დადებას ან მოლაპარაკების წარმოებას გარდა ომისა. აი ეგ ბრიტანეთია, ის ბრიტანეთი, რომელიც დღეს ჩვენ გვემუქრება და თიც გვიქნევს და მაგიტომ ვარ დარწმუნებული და კიდევ ერთხელ მაგიტომ ვურწმუნდები იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოზიციაზე დგას და საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა ის, რომ საქართველოს შეეწირა ვიღაცა ბრიტანელების და ევროპელების და ვიღაცების ინტერესისთვის. საქართველოს ხელისუფლებას რო ვერ გააკეთებინეს ის, რაც გააკეთებინეს უკრაინის ხელისუფლებას, აი მაგას არ პატიობენ და მაგიტომ არიან, რომ ებრძვიან და ერჩიან და ამის დანახვა ძალიან მარტივია და თუ ვინმეს ეს აინტერესებს და თუ ვინმეს უნდა რომ საღად შეაფასოს და დაინახოს სინამდვილეში რა პროცესები მიდის ჩვენს გარშემო და ზოგადად სამყაროში, ძალიან მარტივია ამის დანახვა და კიდევ ერთხელ ვწმუნდები იმ სიმართლეში, რომ საქართველოს ხელისუფლება რო გამოდის და იძახის, რომ გვაიძულებდნენო და გვეჩიჩინებოდნენო, რომ გვეომაო, მართალი ყოფილან ეს ადამიანები და სწორედ აი ეს ბრიტანეთის დღევანდელი მოქმედებაც მაგის ერთ-ერთი დამამტკიცებელია, რომ სწორედაც მაგაზე არიან გამწარებულები და გაგიჟებულები, რომ არ დაუშვა ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ ის, რომ საქართველო შეეწირათ ვიღაცების ინტერესისთვის და საქართველო რომ გაეწირათ და ქართველი ხალხი რომ გაეწირათ სახოცად, ისე როგორც გაწირა ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ. აი ეგ არის თავარი მიზეზი და თავი და ბოლო იმისა, თუ რატომ გვერჩიან და რატომ გვადებენ სანქციებს ბრიტანელები და კიდე სხვაებიც.